ეს ჰოლივუდ ვესტ ჰილზის რაიონში ევაკუაციის ბრძანება მოიხსნა და ხელისუფლების განცხადებით ხანძარი, რომლის მსგავსი ადგილობრივებს არასდროს უნახავთ, უკვე ლოკალიზებულია. თუმცა ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი მოსახლეობას ურჩევს სახლებში დაბრუნებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. დაახლოებით 15,000 ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა ევაკუირებული ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრის გამო. დადასტურებულია 5 ადამიანის დაღუპვა. ძალიან დამანგრეველი იყო, არ მგონია ლოს-ანჯელეს ოდესმე ენახოს მსგავსი რა. პირველი ცეცხლი სამშაბათს 7 იანვარს ქალაქის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში გაჩნდა, მალიბუს მახლობლად. შემდეგ კი ქალაქის ჩრდილოეთით კიდევ რამდენიმე კერა დაფიქსირდა. სულ რაღაც 2 საათში ჰოლივუდის დიდი ნაწილი შავ კვამლში იყო გახვეული. ხანძრის ერთ-ერთ მიზეზად გვალვას ახელდება. სინოპტიკოსების ცნობით, კალიფორნიაში წვიმები როგორც წესი სწორედ წელიწადის ამ დროს ზამთარში იცის და გასულ წლებში ეს პერიოდი განსაკუთრებით ნალექიანი იყო, თუმცა წელს უჩვეულოდ მშრალი ზამთარი დაფიქსირდა. ქარიშხლის ძალის ქარებს ჩვეულებრივ თან ახლავს წვიმები, მაგრამ ეს არის ქარიშხლის ძალის ქარები, რომლებიც შერწყმულია უკიდურესად მშრალ გვალვურ პირობებთან. 8 იანვრის საღამოს ჰოლივუდის ცნობილი Sunset Boulevard ნანგრევებად იყო ქცეული. ბანკები, კაფეები და სუპერმარკეტები მთლიანად განადგურდა. მეხანძრეებს წყლის დეფიციტი ჰქონდათ და ცეცხლთან საბრძოლველად წყალს ადგილობრივი ტბებიდან იღებდნენ. მთელი ლოს-ანჯელესის ოლქის მასშტაბით 180 ადამიანის ევაკუირება მოხდა. დაიწვა ასობით სახლი, მათ შორის ცნობილი ადამიანების საცხოვრებლები, რომელთა შორის არიან პარის ჰილტონი, ბილი კრისტალი და ენტონი ჰოპკინსი.